გამარჯობა მოგესალმები, ვაგრძელებ შრომას თქვენთვის, ცოტა დავაგვიანე, მაგრამ არა უშავს მოკლედ ძველი საბერძნეთი ბერძნული კოლონიზაციის მიზეზები და შედეგები, ათენი მმართველობის სისტემა, საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ბერძენ სპარსელთა ომები, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობები, ელინისტური სახელმწიფოები, აი ასე ეწოდება ახალ თემას ეროვნული გამოცდების პროგრამის მიხედვით, მაგრამ როგორც ხედავთ, საკმაოდ გრძელი თემა, მარტო სათაური არის იმხელა, რომ რა ვიცი, ერთი გაკვეთის ვატარებ ხოლმე მაგხელას ხანდახან იმხელა სათაურია, ამიტომ შეიძლება გავყოთ ნახოთ როგორ მოვასწრებ. ათენით დავიწყოთ, შუა საბერძნეთში მდებარეობს ატიკის ოლქი, ატიკის მოსახლეობა ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდა, მთებში კი ცხვარს და თხას აძოვებდა. ესე იგი წყვილფეხარქოსანი პირუტყვი ყავდათ მოშენებული. ათენი ატიკის მთავარი ქალაქი იყო. ათენის ცენტრს წარმოადგენდა აკროპოლისი, ეს არის კედლებით გარშემოტყმული გორაკი. მტრის თავდასხმის დროს მოსახლეობა აკროპოლისს აფარებდა ხოლმე თავს, ამიტომ კონდათ რა თქმა უნდა, ვეხა ის რატომ დადათ დღეს რას უშველის. აკროპოლისში იყო აგორა, ბაზრობის და მოსახლეობის თავშეყრის ადგილი. აგორაზე განიხილებოდა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და რა ვიცი, ისე კიდე ბეჟაობდნენ ხოლმე იქ. თავდაპირველად პოლისში ძალაუფლებას პოლისი ერქვა ათენს და ქალაქ სახელმწიფოებს და ძალაუფლებას თავიდან ფლობდა არისტოკრატია, წარჩინებულთა ხელისუფლება, მათი წრიდან ირჩევდნენ უხუცესთა საბჭოს, ანუ არეოპაგს და 9 მმართვის, ანუ არხოტს, ესე იგი არისტოკრატი, არეოპაგი, არხოტი ამოეწერეთ. კანონმდებლის დრაკონის კანონებით, დრაკონი იყო ესეთი რეფორმატორი, ვთქვათ, კანონის გამომცემელი ადამიანი, უმცირესი დანაშაულსაც კი სიკვდილით სჯიდნენ. ათენის თავისუფალი მოსახლეობა, ანუ დემოსი, უკმაყოფილო იყო შექმნილი მდგომარეობით. ანუ თავისუფალი მოსახლეობა ხალხს ერქვა დემოსი. ბევრჯერ ვიმეორებ ხოლმე ახალ ტერმინებს, არისტოკრატია, არისტოს დარჩინებულები და კრატოს ძალაუფლება. არისტოკრატიას დაუპირისპირდა მოკლედ დემოსი შეშინებულმა არისტოკრატიამ გადაწყვიტა დათმობა და ძველი წელთაღრიცხვის 514 მე საუკუნეა არეოპაგმა ღარიბ არისტოკრატ სოლონს დაავალა რეფორმების მომზადება. სოლონი დაიმახსოვრეთ. ამ რეფორმით სოლონმა გაზარდა დემოსის უფლებები. მან ათენის მოსახლეობა დაყო 4 ფენად. ქონებრივი შეძლების მიხედვით. ანუ ეს იყო პირველი დემოკრატიული რეფორმი, ესე შეიძლება ითქვას, რეფორმატორი დემოსის სასარგებლოდ აკეთებდა რეფორმებს. ყველა მოქალაქე გახდა სამხედრო ვალდებული, ანუ ჯარში შეიძლება ყველას დასრულიყო და სახალხო კრებაში მიიღო მონაწილეობა. სახალხო კრება კი ირჩევდა თანამდებობის პირებს. ამერიდან ათენის ყველა მოქალაქე შეეძლო გამხდარიყო მოსამართლე. მართველი ორგანო, ანუ საბჭო შედგებოდა 400 კაცისაგან. ირჩევდნენ იქ პირველი და მეორე და მესამე ფენის წარმომადგენლებს არხონტებად. ანუ კანონთა აღმასრულებლად ირჩევდნენ მხოლოდ პირველ ფენას მიკუთვნებულ ადამიანებს. ძველი წელთაღრიცხვის 509 წელს მეორე რეფორმატორი გამოჩნდა 509 წელს მე-20 საუკუნეა. ისე ეს იყო კლისთენე, რომელმაც გაატარა რეფორმები, რომელსაც საბოლოოდ დამკვიდრდა ათენში დემოკრატია, ნუ თქვა საბოლოოდ არა, მაგრამ მაინც დამკვიდრდა რა. კლისთენემ გააუქმა ათენის მოქალაქეთა დაყოფა ქონების მიხედვით, რომელიც წეღან ვილაპარაკეთ და დრაკონმა რო ჩაატარა, 10 თანაბარ დემად დაყო დემა ათენი, ყველა თანაბარი იყო, შედგებოდა ის როგორც არისტოკრატების, ისე დემოსის წარმომადგენლებისაგან. ეს კი უზრუნველყოფდა არჩევნებში დემოსის სამუდამო უპირატესობას, იმიტომ რომ ბევრნი იყვნენ დემოსის წარმომადგენლები. რადგან ისინი უპირატესობაში იყვნენ, შესაბამისად უკვე თავის სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებდა მმართველობითი ორგანო. თუმცა დემოსის საბოლოო გამარჯვება ის ბოლომდე ფინალი რომ მიიყვანა, დაკავშირებულია პერიკლეს სახელთან. პერიკლეს დროს ათენში უმაღლესი მმართველი დრო ორგანო იყო, რა თქმა უნდა, იგივე სახალხო კრება, რომელსაც სახელი ეკლესია ეწოდა. ეკლესია ბერძნული სიტყვა და შესაკრება ადგილს ნიშნავს ფაქტობრივად. 20 წელზე ზემოთ ყველა ათენელ მამაკაცს შეეძლო მონაწილეობა მიიღო ეკლესიაში და ყოველ მეათე დღეს აკროპოლისის მახლობლად იკრიბებოდა ეს კრება, ჩვენ უკვე ვიცით აკროპოლისი სად არის. მოგვიანებით კი ათენის თეატრში გადაინაცვლეს და თეატრი დაარსდა. კრების თავმჯდომარეს წილისყრით ირჩევდნენ ხოლმე, წილისყრაში ყველა მოქალაქე იღებდა მონაწილეობას. ეს ეკლესია, ანუ სახალხო კრება, წყვეტდა ათენის პოლიტიკის, ფინანსების, ომის, ზავის საკითხებს, უსმენდა უცხოელ დიპლომატებს. და ნებისმიერ ათენელს შეეძლო კრებაზე ყოველგვარი, თუნდაც აი თქვა ყოფითი საკითხის დაყენება. საკითხის გადაწყვეტა ხდებოდა ძალიან საინტერესო დღეა კენჭისყრით ხოლმე და ამზადებდნენ ასევე განსახილველ კანონს ამ კრებაში, ოღონდ განსახილველ კანონს ამზადებდა ბულე, იყო ესეთი ბულე დაწესებული, რომელიც განიხილავდა თანამდებობის პირთა საქმეებს და ამზადებდა განსაკუთრებულ საკითხებს. დღეს კომიტეტი რო ამზადებს ხოლმე პარლამენტში საკანონმდებლო პროექტებს, ასეთი რაღაცა იყო ეს ბულე მოკლედ. მოკლედ ის სამი კაცი დავიმახსოვროთ, სოლონი, კლისთენე და პერიკლე, მესამე რომელიც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ, რომელსაც საბოლოოდ გაამარჯვებინა დემოკრატიას. ესე იგი პერიკლე კიდე შემოიწყო საინტერესო პირველად ალბათ ისტორიაში ის იყო ხელფასები, სახელმწიფო მოხელისებს, ეს ფიქრობდა რომ არჩეულ ადამიანს სახელმწიფო საქმეებზე უნდა ეუზრუნო და არა ოჯახის შენახვაზე და ამისთვის მას ანაზღაურება ჭირდებოდა.
ასევე დაწესდა ხელფასი არა მხოლოდ თანამდებობის პირებზე, არამედ ეკლესიაში მონაწილეობისათვის. ხო, ეხლა მაგალითად დღეისთვის 11000 აქვს ჩვენ პარლამენტარებს რა ენაღლებათ ბატონო ჩემო, მაგრამ მაშინ იქნა ეს შემოღებული, მაგრამ ესეთი რადიკალური განსხვავება ხალხის ანაზღაურებას და მათ შორის მაინც არ ყოფილა. მან გამოსცა კანონი წმინდა მოქალაქეობა, რომლის მიხედვით ათენელის დედმამაც ათენელი უნდა ყოლოდა. თუ ათენელი არ ეყოლებოდა, ის ვერ მიიღებდა იმ უფლებებს პოლიტიკურს, რომლებიც ათენში ჰქონდა მიღებული ხალხს. ესე იგი, აქ მივაქცევთ ყურადღებას, რაც წარმოადგენდა ათენი, სად მდებარეობდა, რა იყო ათენის აკროპოლისი, რა იყო ათენის აგორა, როგორი იყო პოლისის თავდაპირველი მმართველობა, როგორ პოლისი საერთოდ რა იყო, ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ქალაქ სახელმწიფოს ქვია პოლისი, როგორ ხდებოდა დამონების პროცესი, ნელ-ნელა, რამ გამოიწვია დრაკონის რეფორმებმა, რა რეფორმები ჩაატარეს სოლონმა, კლისთენემ და პერიკლემ, რას წარმოადგენდა ეკლესია, ამაზე ვისაუბრეთ, რას საქმიანობდა ეკლესია, იგივე სახალხო კრება, რა ფუნქციები ჰქონდა მას, რა იყო წმინდა მოქალაქეობა, ეს იქნება ჩემო თბილებო. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დავეხმაროთ სხვებსაც, მივაწოდოთ როგორღაც ეს ვიდეოები, გადაზიარებით, ინფორმაციის სიტყვიერი ჩვენებით თუ ასე შემდეგ. ჩემი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება მეტთან მივიდეს ინფორმაცია და არა ის, რომ რამდენი ნახვა ექნება, მაგრამ ნახვა იმოქმედებს არა იმაზე, თუ ასე ვთქვათ, პოპულარობისთვის თუ არ მაინტერესებს, ასე ვთქვათ, აქვს თუ არა აზრი შემდეგში გაგრძელებას თქვენთან. ახლა თუ არ აინტერესებთ, აბიტურიენტებს, რა თქმა უნდა, აზრი ხო არ ექნება. ამიტომ რაღაცნაირად უნდა შემატყობინოთ, რომ თქვენ ინტერესდებით და ემზადებით ჩემი ამ პატარ-პატარა გაკვეთილებით, რომლებიც უთუოდ დაგეხმარებათ წინსვლაში, წარმატებაში და ისედაც გისურვებთ წარმატებას და ჩემთვის, ვისაც მოусმენია, ის ყოველთვის წარმატებელია. კარგად იყავით, ჩემო ტკბილებო, თქვენ იცით.